სადა მოგრძალებული, გემოვნებიანი თამარ ყურაშვილის დარი სალონური საღამოს შედგა დღეს ნომერ 1 საჯარო სკოლაში. მეგობრებმა, მისმა დირექტორებმა თამარი მისივე ლექსებითვე, ტკივილით, ცრემლით და რაც მთავარია სიყვარულით გაიხსენეს. სამწუხაროდ ამ დღეს თამარ ყურაშვილი ვერ მოესწრო. დააგვიანდათ და ამაზე ნაღლობენ მეგობრები. ვერ მოვეფერეთო საკადრისად. მართლაც არამიწიერმა ქალმა ნაადრევად გადაინაცვლა მარადისობაში. მისი წასვლით კი დიდი ტკივილი დატოვა, რომელიც დღევანდელ საღამოში ცირედით კომპენსირდა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს უსაყვარლეს მეგობარს, თამარ ყურაშვილს. სულ ახლახან წავიდა და დაგვტოვა. თამარი ჩვენთვის განსაკუთრებული მეგობარი იყო, რომელიც მთელ თავის სულს და გულს სკოლას უძღვნიდა, განათლებას უძღვნიდა. მისი ოჯახიც იყო, მისი ცხოვრება იყო, ყველაფერი იყო მისთვის. და ჩვენ ამის სასკოლო საზოგადოებამ და უფრო სწორად მისმა კოლეგებმა, დირექტორიატმა გადავწყვიტეთ მისთვის პოეზიის საღამო მიგვეძღვნა, რომელიც მას თავის სიცოცხლეში არ ქონდა და ასე მოგრძალებულად ხვდებით დღეს ერთმანეთს და ამ პოეზიით, რომლითაც დაგვიტოვა თავისი სულის ის ნაწილი, რომელიც ალბათ არ ვიცოდით და ახლა უფრო სხვანაირად ვკითხულობთ მის ლექსებს, მის ჩანახატებს. უბრალოდ ვიტყვი, რომ თამრიკო ჩვენთან არის, ის აქ არის, ჩვენ გვახსოვს, გვიყვარს და ყოველთვის გავიხსენებთ. დიდი სიამოვნებით გავიხსენებთ თამარ ყურაშვილს, რომელიც იყო ჭეშმარიტი მეგობარი, გამორჩეული დირექტორი. პიროვნული და სულიერი თვისებებით ალბათ მუდამ სანიმუშო და სამაგალითო. ის იყო ჭეშმარიტი პოეტი ამავე დროს, ძალიან მგრძნობიარე სულის ადამიანი და ყველა დირექტორს გამორჩევით გვიყვარდა და აი ბედნიერი ვარ იმითი, რომ მომეცა შესაძლებლობა წლების მანძილზე ყოფილიყავი მისი მეგობარი. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ასევე რომ შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი მის პოეზიას და ამ ნაზი პიროვნების საშუალებით ბევრ სიკეთეს ხედავ ცხოვრებაში და თავს ვთვლი ბედნიერ ადამიანად, რომ ადამიანთა ყოფნის სევდას ყოველთვის ტკივილიც მოაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი სიხარულიც. დიდი მადლობა უფალს იმისთვის, რომ მომეცა მასთან სიახლოვის საშუალება. ჩვენ ლამაზი მეგობარი გვყავდა. სულით, აზრით, გონებით ლამაზი მეგობარი. პოეტური სულის ნატიფი, გრძნობიარე თამარ ყურაშვილი. საკმაოდ ათეული წლების მეგობრობა მაკავშირებს თამართან. ამდენად ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო მისი იმ ქვეყნად ამგზავრება. წლების მანძილზე ერთად ვუძღვებოდით მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის შემოქმედებით, ნორჩ შემოქმედებით მოსწავლეთა ტურს. მე მახსოვს, როგორი ბედნიერი იყო, როგორი აღფრთოვანებული იყო ნებისმიერი სკოლის, ნებისმიერი მოსწავლის, ვინც წარმოადგენდა ერთი პატარა პოეტური ლამაზი ფრაზაც რომ ეპოვნა. მას შეეძლო მიეღო ბედნიერება მცირე დეტალებისგან. მაგრამ ამავდროულად თითქოს უპრეტენზიო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩვენ დავაკელით და ეს მტკივა, ჩვენი სითბო უფრო მეტ ჯერ უნდა გვეთქვა, რომ თამარ მიყვარხარ. თამარ გვაპატიე თუ ისე ვერ გითხარით, რომ მიყვარხარ. ვეფერები მის სულს და როცა მისი პოეზიას თავიდან ჩაუღრმავდი, ხომ ვიცოდი რა ტკივილს ატარებდა, ტკივილს, რომელსაც არ გაგრძნობინებდა, მაგრამ მიხვდი რამდენად შეიძლება უჭირდა შინაგანად, მაგრამ არ ამჟღავნებდა. ძალიან დიდი ადამიანი იყო, ნათელი მის სულს.